მე გამიშნებოდა ძალიან მარტივად კითხვა. ერთ რიგით მოქალაქეს. ჩვენ კი ბატონო ლაპარაკობთ აქ კონკრეტულ ფასებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე და ზოგადად პრობლემა არის ფასების მატება, ხო ამ ქვეყანაში. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ პენსიონერებს ჩვენ მშობლებს, არაპენსიონერებს მაგალითად, რაც შემოსავალიც არის, ეს არის საკმაოდ დაბალი შემოსავალი. იმ პირობებში, რომ სამსახურის ძიება საკმაოდ პრობლემურია და უმეტესობა დღეს უმუშევარია. მაგალითად, რატომ არ იკლებს ფასები იუსტიციის სახში? ჩვენი პენსიონერი, ჩვენი მშობელი არაპენსიონერი იქნება ეს. ჩვენც მაგალითად როცა შევდივართ იუსტიციის სახში. მაგალითად ერთი სივრცე ავიღოთ, რომელიც უნიკალურად შესანიშნავად გაკეთებული სივრცეა. რატომ არ ხდება იქ, რატომ პირიქით რატო ხდება, რომ ფასები ერთი ფურცელი რო ავიღო, მაგალითად მე, რომ დავადასტურო, რომ ჩემ ქვეყანაში მე აქ არ ვარ ქორწინებაში, ვთქვათ ოფიციალურ ქორწინებაში. ამის ერთი ფურცლის ამობეშთვის საკითხი იმის მაგირად, რომ გაიაფებულიყო პირიქით, რატო იზრდება? წარმოიდგინეთ, პენსიონერს რო საბუთი დაჭიდეს, ან თუნდაც რატო არ დაისვა საკითხი, რომ კარგით თქვათ მერაბ ჩიქაშვილისთვის ან რიგითი ადამიანს რომელიც კარგი მეტნაკლებად მუშაობს იმისთვის კარგია არ იქნება ეს ფასი პენსიონერი რომელსაც ჭირდება თქვათ საბუთი ან გაიაროს რაღაც პროცედურა პასპორტის აღება იქნება პირადობის მოწობის დაკარგვა იქნება რატომ მათთვის არ რატომ ამ დარგში არ ხდება ფასების კლება ესეც ხომ არის პრემიერი ხო არ იტყვის რომ ეს ექსპორტი იმპორტი ექსპორტი ეს ბიზნესია კერძო ბიზნესი ეს ხომ ამას ხო სახელმწიფო აწარმოებს ეს ხო სახელმწიფოში ხდება რატომ პირიქით ძვირდება ფასები მით უმეტეს იმ ბიუროკრატიაში რა ბიუროკრატიაც იქ ხდება ჩვენ ბებია ბაბუებს პენსიონერებს იგივე ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს და ამას გარდა კიდე ემატება ის რომ ფასი ძვირდება საბუთის აღება პასპორტის აღება პირადობის მოწმობის აღება გამოცვლა თუ ასე შემდეგ სხვა რიგი საკითხები იმიტომ სხვა დეტალებიც ხო არსებობს ვიღაცა ბინას ყიდის ვიღაცა ბინას იფორმებს ვიღაცა რაღაცა ელემენტარ რატომ ამ კუთხით არ დაისვა კითხვა რომ რატო აქ არ ხდება ფასების კლება პირიქით ფასების მატება ხდება